სერიოზულად? ერთსა და იმავე საქმეს ვაკეთებთ. ის კაცია, შენ კიდე ქალი ხარ. აი, ეს არის სახელფასო უთანასწორობა, ანუ გენდერული ფეიგები. ეს რეალური და საკმაოდ მწვავე პრობლემაც გია. მოკლედ, დღეს მოგიყვებით ფეიგებზე, ანუ როცა ერთი და იმავე ღირებულების შრომა კაცებს უფრო მეტად უფასდებათ, ვიდრე ქალებს. იმაზეც რა იწვევს ამას და როგორია მოგვარების გზებიც. ეს პრობლემა იდგა სულ და დღემდე არ მოგვარებულა. ამიტომ გადავხედოთ ისტორიას. 19 საუკუნეში არსებობდა ცნობილი ფემინისტური მოძრაობა. მათ სუფრაჟისტებად ვიცნობთ. ისინი იყვნენ პირველები, ვინც კაცებისა და ქალების თანასწორობაზე დაიწყეს საუბარი, სამყაროში, სადაც კაცები დომინირებდნენ. მათი ბრძოლა თავისთავად მოიცავდა ანაზღაურების საკითხსაც. თუმცა ჯერ ისეთი ელემენტარული უფლება იყო მოსაპოვებელი, როგორიც არის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება. ქალებმა ხმის უფლება კი მოვიპოვეთ, თუმცა ანაზღაურების საკითხი კვლავ პრობლემად რჩებოდა. მეორე მსოფლიო ომის დროს კაცების დიდი ნაწილი ბრძოლის ველზეა. საჭირო ხდება რესურსები და მომარაგება. ფაბრიკა-ქარხნების კიდევ უფრო დიდი დატვირთვით მუშაობა. და ვინ უნდა შეავსოს სარიელი ადგილები ფაბრიკასა და ქარხნებში? ქალებმა. ისინი უფრო და უფრო მეტად ერთვებიან საწარმოო პროცესებში და აკეთებენ იმას, რაც ადრე კაცების საქმედ მიიჩნეოდა. ეს პოსტერი სწორედ ამ ქალების სიმბოლოა. ქალების, რომლებმაც საწარმოო პროცესში ჩართვით უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს. თუმცა როგორ ფიქრობთ, ამან უთანასწორო ანაზღაურების პრობლემა მოაგვარა? არა. ქალებს ისე უფრო ნაკლებს უხდიდნენ, ვიდრე კაცებს. 1973 წელს აშშ გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც მიიღო კანონი თანაბარი ანაზღაურების შესახებ. ახლა კი 5 წლის შემდეგ დიდ ბრიტანეთში გადავინაცვლოთ. $1968 წელს ინგლისში ფორდის დეგენჰემის ქარხანაში 187 ქალი სამკერვალო განყოფილებიდან გაიფიცა, რადგან მათ კაცებთან შედარებით 15%-ით ნაკლებს უხდიდნენ. დამსაქმებელი ქალების საქმეს ნაკლებ მნიშვნელოვნად და კვალიფიციურად მიიჩნევდა, თუმცა მანქანების წარმოება მათზე მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული. კაპიცვა 3 კვირა გაგრძელდა. თანაბარ ანაზღაურებას მაინც ვერ მიაღწიეს, მაგრამ ხელფასები გაეზარდათ და სხვაობა 8%-მდე შემცირდა. ამ გაფიცვამ საფუძველი ჩაუყარა დიდ ბრიტანეთში თანაბარი ანაზღაურების აქტის მიღებას. 1975 წელს ისლანდიაში ქალები მასობრივად გაიფიცნენ. უარი თქვეს როგორც ანაზღაურებად, ისე არაანაზღაურებად სამუშაოზე. მათ სურდათ ეჩვენებიათ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათი საქმიანობა, გაეპროტესტებიათ უთანასწორობა და ესაუბრათ დასაქმების მავნე პრაქტიკებზე. ამ გაფიცვიდან 5 წელში ისლანდიამ პირველი ქალი პრეზიდენტი აირჩია. ფეიგებს აქტუალობა არ დაუკარგავს. ის თავს იჩენს ყველა სოციალურ გარემოსა და ყველა სფეროში. საინტერესოა, როგორ ითვლება სახელფასო სხვაობა გენდერული ნიშნით. ეს არის ფორმულა დროის ერთეულის მიხედვით, რომელიც შეიძლება იყოს საათობრივი, თვიური, წლიური და სხვა. მარტივად რომ ვთქვათ, თუ კაცების საშუალო ხელფასი თვეში 1000 ლარია, ქალების კი 800, გამოდის რომ ყოველთვიური საშუალო ხელფასებს შორის სხვაობა 20%-ია. ეს არის მარტივი გამოთვლა და ამას შეუსწორებელ სხვაობას ეძახიან. თუმცა სახელფასო სხვაობა მხოლოდ მათემატიკური ფორმულით არ გამოიცვლება და ბევრ სხვა ფაქტორზედაც არის დამოკიდებული. განათლება, სამუშაო გამოცდილება, საქმიანობის სფერო, პოზიცია, სამუშაო საათების რაოდენობა და ასე შემდეგ. თუ მათემატიკურ ფორმულას ამ ფაქტორებსაც დაუმატებთ, უკვე შესწორებულ სხვაობას მივიღებთ. ავიღოთ პირობითად ქალი და კაცი, რომლებსაც ერთნაირი სამუშაო გამოცდილება და განათლება აქვთ. მუშაობენ ერთსა და იმავე პოზიციაზე, აკეთებენ ერთსა და იმავე საქმეს. ლოგიკურია, ხელფასიც ერთნაირი უნდა გქონდეთ, ხომ ასეა? არა, ყოველთვის ასე არ ხდება. ეს ქალებსა და კაცებს შორის უთანასწორობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია. ვისაუბროთ ერთ-ერთ ისტორიულ მაგალითზე, რომელიც კარგად აჩვენებს, თუ როგორ იცვლება დამოკიდებულება, ვინ უნდა იმუშაოს ამა თუ იმ სფეროში, მხოლოდ იმის მიხედვით, რამდენად პრესტიჟული და მაღალანაზღაურებადია ის. ეს გენდერული უთანასწორობის კლასიკური მაგალითია. 1940-50-იან წლებში, როცა კომპიუტერული პროგრამირება იწყებოდა, ის ქალების საქმედ აღიქმებოდა, რადგან მექანიკურ და დამხმარე პროფესიად მიიჩნეოდა. ANIAC-ის პროექტში ჩართული იყო 6 ქალი, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის დროს პროგრამირება დაიწყეს და მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებაში.
ქალები ხელით წერდნენ კოდს და ასრულებდნენ სამუშაოს, რომელიც დღეს ძალიან მაღალ ანაზღაურებადი. 1960-იანი წლებიდან პროგრამირება მნიშვნელობას იცვლის. დაიწყო მასშტაბური ტექნოლოგიური განვითარება და ის მაღალ ანაზღაურებადი და პრესტიჟული გახდა. და იცით რა მოხდა? პროგრამირება კაცების პროფესიად იქცა. თუ 1984 წლამდე აშშ-ში კომპიუტერული ტექნოლოგიების სტუდენტების 37% ქალი იყო, მას შემდეგ ეს მაჩვენებელი მკვეთრად დაეცა და დღეს გაცილებით დაბალია კაცებთან შედარებით. რა ხდება საქართველოში? 2023 წლის მონაცემებით ყოველთვიური გენდერული სახელფასო სხვაობის შეუსწორებელი მაჩვენებელი 32% იყო. შესწორებული მაჩვენებელი კი 20%. გარდა ამისა, 2021 წლის მონაცემებით მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებულებს შორის ქალები მხოლოდ 36% იყო. მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებულების გენდერული სახელფასო სხვაობა კი 32% შეადგენდა. ამის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია ჰორიზონტალური და ვერტიკალური სეგრეგაცია, ანუ ქალებისა და კაცების დაყოფა პოზიციების და სექტორების მიხედვით. ჰორიზონტალური სეგრეგაცია, როცა ქალები და კაცები მუშაობენ სხვადასხვა სფეროსა და პროფესიებში. ქალები უფრო მეტად დასაქმებულები არიან განათლებაში, ჯანდაცვაში, სოციალურ მომსახურებაში, სფეროებში, სადაც ანაზღაურება გაცილებით დაბალია. კაცები კი ტექნოლოგიებში, ფინანსებში, მშენებლობაში, სადაც ანაზღაურება გაცილებით მაღალია. ვერტიკალური სეგრეგაციის დროს კი ქალები და კაცები ერთსა და იმავე სფეროში მუშაობენ, მაგრამ იკავებენ სხვადასხვა პოზიციებს. კაცები უფრო მაღალს, ქალები კი შედარებით დაბალს. მაგალითად, ქალები უფრო მეტად არიან ასისტენტები ან მენეჯერები, თუმცა დირექტორები უფრო ხშირად კაცები. ამას ხშირად უწოდებენ შუშის ჭერს, უხილავ ბარიერს, რომელიც ქალებს კარიერულ წინსვლაში უშლით ხელს. უკაცრავად რა თქვით? ოპს. მაგრამ იცოდით, რომ სახელფასო სხვაობა გენდერული ნიშნით უკანონოა? საქართველოს შრომის კოდექსი გენდერული ნიშნით სახელფასო სხვაობას კრძალავს. ეს ნიშნავს, რომ თანაბარი შრომისთვის თანაბარი ანაზღაურება კანონითაა გათვალისწინებული. ამ კანონით დასაქმებულს შეუძლია მიმართოს შრომით ინსპექციას ან სასამართლოს შრომითი უფლებების დარღვევის თაობაზე. მათ შორისაა არათანაბარი ანაზღაურების შესაძლო შემთხვევებიც. თუმცა თანაბარი ღირებულების შრომაზე კანონში არაფერია ნათქვამი. ქალები და კაცები შესაძლოა არ ასრულებდნენ ერთსა და იმავე სამუშაოს, მაგრამ მათი საქმე თანაბრად ღირებული იყოს. ისეთივე როგორც მაგალითად დიდ ბრიტანეთში, ფორდის ქარხანაში დასაქმებული ქალების შემთხვევაში იყო. გარდა ამისა, თანაბარი ანაზღაურების გადახდის დებულების დარღვევა რომ აღმოვაჩინოთ, მნიშვნელოვანია შრომის ინსპექციას ჰქონდეს შემუშავებული მეთოდოლოგია და ინსტრუმენტები. საჭიროა პრაქტიკა და სასამართლოს შრომის ინსპექციის და სხვა უწყებების ამ საკითხზე მსჯელობა. 2024 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ შრომის ინსპექციასთან ერთად შეიმუშავა თანაბარი შრომის, თანაბარი ანაზღაურების დადგენის ინსტრუმენტი. ის ჯერ მიღებული არ არის და განხილვის პროცესში. ამ ინსტრუმენტის დანერგვის შემთხვევაში გამარტივდება თანაბარი ანაზღაურების ანალიზი და რეპორტინგი, რაც გააუმჯობესებს არსებულ მდგომარეობას. დაგირეკავ რა შეხვედრაზე ვარ. დაიჩემს პოზიციაზე ხელფასი რამდენია? დაახლოებით მაინც თუ შეგიძლიათ რომ მითხრათ. მაგას სამწუხაროდ ვერ გეტყვით, კონფიდენციალური ინფორმაციაა. აი ეს არის პრობლემა. კომპანიები ღიად უნდა გასცემდნენ ინფორმაციას ხელფასების დიაპაზონსა და გამოთვლის წესზე. მაგალითად, 2011 წლიდან ავსტრიაში სავალდებულოა კომპანიებმა მიუთითონ ვაკანსიებში მინიმალური ხელფასის ყოდება. უკაცრავად რა თქვით? ოპს. კიდევ ერთი ინსტრუმენტია თანაბარი ანაზღაურების ანალიზი და რეპორტინგი. მაგალითად, შვეიცარიაში კომპანიებს, რომლებსაც 100 ან მეტი თანამშრომელი ჰყავთ, ვალდებულები არიან 4 წელიწადში ერთხელ ხელფასის ანალიზი ჩაატარო. დიდ ბრიტანეთში კი იმ კომპანიებს, რომლებსაც 250-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავთ, ვალდებულები არიან ყოველწლიურად გაასაჯარონ კაცებსა და ქალებს შორის სახელფასო სხვაობა. მათ ეს ინფორმაცია უნდა გამოიყვანონ როგორც საკუთარ ვებგვერდზე, ასევე მთავრობის სპეციალურ პლატფორმაზე. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიხედვით, ქალებისა და კაცების თანაბარი ანაზღაურების მიღწევად მნიშვნელოვანი ნაბიჯია მინიმალური ხელფასიც. ბოლოს კი ვისაუბროთ იმაზე, რატომ არის მნიშვნელოვანი pay-gap-ის შემცირება. სულ რომ არაფერი, გენდერული ნიშნით სახელფასო სხვაობა უბრალოდ უსამართლობაა, რომელიც ბევრ ქალს არა მარტო ანაზღაურებას აკლებს, სამუშაო ძალის მიღმაც ტოვებს. გარდა ამისა, გენდერული სახელფასო სხვაობის გამო, ქალებს საპენსიო დანაზოგიც უფრო მცირე აქვთ და ქონებასაც ნაკლებად ფლობენ. pay-gap-ის შემცირება და თანასწორობის მიღწევა არა მხოლოდ ქალებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ყველასთვის. ეს გააუმჯობესებს საზოგადოების კეთილდღეობას, ქვეყანას კი განვითარებაში დაეხმარება. მოკლედ, პრობლემა რეალურია და ამას მოყვანილი მაგალითებიც კარგად აჩვენებს.
ეფექტური ცვლილებებისთვის საჭიროა სისტემური მიდგომა, მონიტორინგი და ნების არსებობა, როგორც სახელმწიფო, ისე ინდივიდუალურ დონეზე.